სოფელ აბაწყურში ვარ. ძალიან ლამაზი ეპიზოდი გამოგვივა. ცოტა თავგადასავლებში ვართ. ძალიან ვნერვიულობ, აი ისე ვნერვიულობ, რომ ვიცი, ღმერთო. მათქალი ხარ? წყნარათი არის, ხა ის აღარ მათხრევინო. იქ როცა არის გადახრილი, აქეთ უნდა გადმოიქვა. არა, ესე რომ მიდიხარ, ესე უნდა გადმოიქვა. მაგას გაუნები მე. ვისაც ექსტრიმი გიზიდავთ, აუცილებლად უნდა მოსინჯოთ და ცადოთ. მაშა ძალიან გემრიელია მართლა. ეს არის ჩემი საყვარელი საჭმელი. ზოგადად. ჩამიქრა. რაიმე ცივა. გონია რომ ამ ცხოვრებაში არ ვარ. გამარჯობა. აბაწყურის ეპიზოდი გველოდება წინ ბორჯომში ბაკურიანის გზად გავჩერდით ყავაზე, რა თქმა უნდა. მე მგონი ძალიან ლამაზი ეპიზოდი გამოგვივა. ვერ ვაანონსებ წინასწარ საჭმელს რა გვექნება, მაგრამ ბურანებით გავალთ გაყინულ ტბაზე. იქ გვექნება კარგი სადილი. ეხა ჰოთ-დოგსაც შევკვეთავთ და წავალთ. გამიყინა ოპერატორი. გავატარებავს, გავავსებავს. როგორია განწყობა ქალბატონო ნინო აბაწყურის წინ? ეს არის კამფეცჭამ. კაფეც. რეჰანის ამ ეპიზოდში სოფელი აბაწყურის გარდა ასევე ულამაზეს სოფელ ციხის ჯვარში გავისეირნებთ. ორივე სოფელი ეთნიკური უმცირესობებით იყო ან არის დასახლებული. სელფის რუბრიკაში სწორედ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე ვილაპარაკებთ დღეს. რა შვებით? ნახე, ეს კნოპკა არის ჩამქრობი რა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენს მეგობარს ნინოს იმდენად უნდოდათ აბაწყურის ტურში ჩვენი გატყუება, ჯგუფის არც ერთ წევრს გითხრა, რომ მოგზაურობა ცოტა კი არა, ძალიან ექსტრემალური იქნებოდა. ეს არის გაზი, ეს არის ტორმი. ფეხსი არაფერი არ უნდა. საერთოდ ეს ფეხები ესე უნდა გქონდეს, ავტომატიკა არც ჩქარის გადახვა, არაფერი. ეს არის დავითი, ჩვენი გიდი. ვისაც მივყავართ აბაწყურზე, უცებ მენიუ ჩამოგვითვალე კიდე ერთხელ იქრას შევჭამთ და მორჩა. საჭმელები. კი. წვადი უეჭველი იქნება, თევზი აბაწყურის შემწვარი, ხაშლამა თავის კარტოფილთან ერთად, ყველი იქნება, მწლინის ასორტი იქნება. დავითის ნომერს მივუთითებ, ვისაც გენდობებათ მერე. დაგეგმა. გადავნაწილდით ნელ-ნელა. ჯგუფის ყველაზე მშიშარა წევრი მარიკა იყო. 3 დღე იბჭო საერთოდ უნდოდა თუ არა წამო. ჩემთან ერთად ვინც არიცის და ცოტა შიშებშია, მარიკა არის. მარიკა შენ ამ ბურანთან იდექი არ წახვიდი ამ ბურანიდან. ბოლოს როგორც იქნა გადადგა ეს გაბედული ნაბიჯი და ჩვენს გამყოს გამოცდილ დათოს მიტარფში რომ ჩაებღაუჭა, სადილის დროსაც არ უშვებდა ხელს. ბოლოს დათომ სთხოვა, წვადის შეწვა მაინც მაცადეო. და მაშინ მიხვდა მარიკა, რომ საფრთხე დროებით, სანამ უკანა გზას შევუდგებოდით, გადავლილი იყო. ხო და გაუშვა დათოს ხელი. ეს ვისი ბურანია? ეს შენია, ჩემო პატარა. ეს არის ზადნი და არ დაგჭირდება, არის ხმარო არსა. ერთი ცელქი ჯგუფის წევრი ყავს. თუ რამე გაგიჭირდება, მე ვარ შენ გვერდზე. აი ძაო, მადლობა. ისო. მე დავხო. ხუთწუთიანი ნჯღრევის, შიშის, ლაშასთან ჩხუბის შემდეგ ძირითადად იმაზე ვჩხუბობდით, სწორად ვიხრებოდი თუ არა მასზეც კიპასავით ჩაბღაუჭებული მოსახვევებში. იქ როცა არის გადახრილი, აქეთ უნდა გადმოიქვა. არა, ესე რომ მიდიხარ, ესე უნდა გადმოიქვა. მაგას გაუნები მე. ბურანიო ესეა დახრილი, აქეთ ხომ უნდა გადმოიქვა. არა, მიიღე. საითაც დახრილია, იქ გადავხარო. აი ესე ხო არის ბურანი. აი აქეთ ხარეს უნდა გადაწყო. მაგას ვიძახი. არა, ეს საწინააღმდეგო ხარ. საწინააღმდეგო, მაგას. გაჭი. ლაშასთან ჩხუბის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ დიმიტრი და მარიამი
ყელამდე თოვლში ეყარნენ. ხალი ხარ? რუსად ვიცოდი რა ვაგაციზავდა. დიტომ გადაწყვიტა თავის გოგოსთვის ბურანის მართვის ხელოვნება ეჩვენებინა, რომელიც ამოტრიალებით დასრულდა და ჩხუბით იმავე საკითხზე, რაზეც მანამდე მე და ლაშა ვჩხუბობდით. მოიცა. საიდან მოგეხმარო მითხარი? დავატრიალოთ რომ გავიწევთ. აი, თქვენი გაჭედილი არის თოვლი. მიდი, ერთი მიწოლაც. ერთის გაიწვიეთ. აი, მოდი, 1 2 3 იოტა გადა. ავწი იოტა გადა. 1 2 3 ეგ არის. გაგვლახენ უკვე. წყნარათი არის, ხა ეს აღარ მათხრევინო. არ გაუთავამდეთ რა, ეს არის ყველაზე აპასტიკი. ეს ბაკარის სტრაფია. მაშა შენზე თქვა რომ ცოტა სახი ფართოდ დათისო და უხარი. რატო? ცოტა თავგადასავლებში ვართ. დიმიტრი ყველაზე მეტი ჩარა წევრი ჩვენი გუნდის ამოტრიალდა. ძალიან დიდი აღმართია და დიდი იმით რა ქვია გაზით უნდა ახვიდე და გვიჭირს ასვლა ვერავიდა ის. ხოლო მიდი. მიდი გთხო. ძალიან ვნერვიულობ, აი ისევ ვნერვიულობ რა. რა ვიცი ღმერთ. თანაბარი გაზით ავიდე? არა, ძმა, პოლნი გაზი. პოლნი გაზით? ისე გადაატარე, რომ ეგ უკვე რას გოსაკარგულებს რა. და უნდა მიცე როგორც ანუ პოლნი გაზი მივცე და ავიდე. აი. როგორც მანევრები გავუკეთე. მიდი მაშა. აბა, მაშა არ გაუთავამდე. მოკლედ, ბევრი დავიდარების, ბურნის თრევის, თეთრ, ზღაპრულ ზეგანზე ქროლის შემდეგ აღმოჩნდით ტაბაწყურში. გაყინული ტბის პირას სასტუმრო კოკროჭინაში, სადაც ჩემდა სამწუხაროდ ბევრი ფიტული და სასიხარულოდ უგემრიელესი საჭმელი დაგვხვდა. გააკრეთ ბურანები. ოა! ვიქტორ, რა დამხელერია მარტო. სიტყვაში არ გიდათ შევა. დავით. არ გინდა, არა. ტბაზე შევდი ვარ? ტბაზე გასვლისას შევიდე. ხო, დავაი. ხაპარში ვიარეთ, სასწაული ადგილებია, ვისაც ცოტა მაინც ექსტრიმი გიზიდავთ, აუცილებლად უნდა მოსინჯოთ და ცადოთ. სოფელ ტაბაწყურში ვართ, აქედან აი ესე ფანჯარაში ჩანს გაყინული ტაბაწყურის ტბა. კოკროჭინა ქვია ადგილს, სადაც მოვედით. აქ შევჭამთ გემრიელობებს. ეს არის? როგორც იქნა? ანცი. აქ შევჭამთ გემრიელ რაღაცებს, თევზებს. სოფელ ტაბაწყურში ცოტა ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 200 ოჯახი და ძალიან მკაცრი პირობებია ზამთარში. ტბა იყინება მთელი ზამთარი, თოვლია დაახლოებით ნოემბრიდან აპრილამდე. 9 მეტრის ყინულია ტბაზე და შეგიძლია იარო გავალთ კიდეც, გადავიღებთ, ბურანებითაც გავალთ და თევზაობენ ხოლმე. გადავიღეთ ხო? 9 სახეობის თევზია და კიბორჩხალები ამ ლადოგის ზღვიდან გადმოიყვანეს ამ ტბაში და მოშენდა და მომრავლდა. ანუ ხელოვნურად გაშენდა. დავსხედით სუფრასთან. ქაურია ყველაფერი. არაქი, თევზი, ხორცი, კარტოფილი. მინდა დავიწყო არაჟნით. როგორია მოყვითალო, ძალიან ცხიმიანი. არაჟანი.
თოდ არაჟანს არ გავს. ეს არაჟანი ხდება რა, ცოტა რომ ბოლოსკენ წავალ. გამომგონებები იქნება მუხაში შეხედული. ხო, შემწვარი ცეცხლში. ბოლო, დესერტი. იმ დესერტისთვის ეს არის. ხო, ცხელ კარტოფილში ხო დნება კარაქივით და ძალიან მაგარი. მოსლას დავლოცა, ღმერთს დიდება ჩვენშობა. იმედია მოგზაურობით ხშირად. აუცილებლად. აქაურობა შეიძლება თქვენაერი კარგი მოგსული. სოფელ ტაბაწყურს სამცხე-ჯავა ხეთს და ტაბაწყურის ტბას ჭირდება ბევრი ტურისტი, ბევრი ადამიანი. შემოუსხედით სუფრას კიდევ ერთხელ ვიტყვი და მე ვიწყებ გასინჯვას კარტოფილით, აქაური კარტოფილით და ხაშლამით. ძალიან კარგია. ისეთი რბილია. ისი დნება. ძალიან მაგარია, ძალიან კარგია. ძალიან გემრიელია მართლა. აქ ესე საკლავს კლავენ და ყიდულობთ თუ რა? ეს მომენტი მადლობა. არა, მეყოფა. შენ მოდი შენ და მიდი შენ გადაიღე. აია ეს ნაჭერი? ხაშლამა და კარტოფილი მართლა აი ჩარა. ეს შენ შეწვე. თუ არა? რა თქმა უნდა. გზაში მაგავსვავთ. აცა თუ ისე წვავს როგორც ბურას ატარებს და ჩვენ წემსავს. ეს როგორი მწვადია, თვალებს არ უჯერებთო, ხო? მართლა ეგეთია. ძალიან კაია. მე წვნიანი, ცრიანი. ისე ხო ნაღლიანიო შემომეშვ. ძალიან მაგარია მართლა, გადაჭარბების გარშემო. მოდი ბიჭებო, ჩვენი გოგონები დავლოცოთ. თქვენ დავლოცავთ. გაუმარჯოთ. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, მრავალ ახალწლებს დაგასწროთ და ბევრი მონდომება და ბევრი იმ მონდომების ასრულება. ისურვებთ ყველაფერს კარგს. მადლობა ნინო მენთეშაშვილს და შემდეგ ვინ საუბა მხარი და რომ მოგვახვედრა აქ. ეს არის მეორე ეტაპიო. ნახე, დავითმა კარტოფილები ჩაყარა და ეხა ცოტა გადავქექავ ამ ნაკვერჩხალს. ზედ დავაყრეთ. აქაურ კარაქს ჩაადნო, მერე ამ შეპიწყინებულ კარტოფილს ნაკვერჩხალში და კიდევ უფრო ძალიან გემრიელია. სად არის კარტოფილი? ნაკვერჩხალში კარგად შეიბრაცა. ეხა ამას დავით დავფერთხავ და ჩავჭრი და კარაქი უნდა ჩავდო. ნახე, მარილიც ხო? პურია სასწაული. აქ გამომცხვარი ესე დიდი ცხვება და მე ჭრი. კარაქი და პური ძალიან კაია. ყველიც ძალიან გემრიელია. ეს არის ჩემი საყვარელი საჭმელი. ზოგადად ცხოვრებაში კარაქი, პური და ყველი. სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი განსხვავებული და ლამაზი სოფელია ციხისჯვარი. ბაკურიანიდან 15 წუთის სავალზე ნახევრად მიტოვებული ფერადი სახლებიანი სოფელი ერთ დროს ბერძნებით იყო დასახლებული. ეს ეკონომიკურად ძლიერი მხარე მდიდარი იყო მეტალებით, ტყეებით, მიწით. ციხისჯვარში ბერძნების დასახლება ძირითადად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში. ბერძნებმა გერმანელების მიერ აშენებული ასურეთივით ლამაზი ადგილი დაგვიტოვეს ციხისჯვარის სახით. რამდენიმე ოჯახი ისევ სახლობს სოფელში. სელფის რუბრიკაში დღეს ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის ეთნიკური უმცირესობების გავლენა და კვალი. ვულკანური წარმოშობის ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთში ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა.
ალპური მდელოებით გარშემორტყმული ზამთარში დაახლოებით 9 მეტრის სისქის ყინულით იფარება და მასზე ბურანი ციერულიც კი შეიძლება. სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკურად სომეხია. მიუხედავად მკაცრი კლიმატისა, ტაბაწყურში 200-მდე ოჯახი მაინც ცხოვრობს. ინარჩუნებენ საკუთარ წესებს, ტრადიციებს, რიტმს. სელფის რუბრიკაში დღეს ეთნიკურ უმცირესობებზე ვლაპარაკობთ. საქართველო მხოლოდ ერთი ერის, ერთი ენის, ტრადიციის ან რელიგიის ქვეყანა არასდროს ყოფილა. ეს იყო ადგილი, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, ბერძნები და კიდევ სხვა თემები. არა დროებით, არამედ მთელი თაობებით. ბაზე ხარ, რა სადავ გადახვა? უკან ბრუნდებით. ცოტა შეფერხება გვაქვს. ამოვლენ ახლა. არასწორი გზით წამოვიდნენ და ანუ ყველგან იმხელა და ისეთი ღრმა თოვლია, რომ აი ვერ წარმოიდგენ. სულ სითეთრეა ჰორიზონტზე, მაგრამ ძალიან ლამაზია. სადღაც სხვაგან მგონია თავი, მგონია რომ ამ ცხოვრებაში არ ვარ. ჩამიგდა. ბენზინი. არა, ასე. თავარავდოთ უკვე მიტარბთან ვარ, თողოთ არ ვიცი, ლაშა დაატრიელე თავის 60-ით. ბურანი ჩაქრა, ცოტა ჩამოვრჩით, გვერდზე ჩაგვიარეს, ეხა ხმებით გავიგეთ. და ნუ დაბრუნდებიან ჩვენ საშუალოდ, იმიტომ რომ ვერ ვქაქავთ. ნახე, ეკო. ვაიმე, ცივა. ცივა. რა ცივა? ცივა. მოგვაკითხეს. ჩავქრით. აი უკარო დაგვისვათ ერთი. საბედნიეროდ ბაკურიანში სახსალამათები დაუბრუნდით. დაუვიწყარი მოგონებებიც დაგვრჩა. მეორე დღეს მიტარბის ტრასაზე სრიალითაც დავტკბით. აი ტკბობის ნაწილში იმავეს ვერ ვიტყვი მიტარბის ქოხის კარის საჭმელზე, რადგან წინა ბაკურიანის ეპიზოდში დაგემოვნებული კერძებიდან ნახევარი მენიუში აღარ იყო და 1/4 მარაგში. ამიტომ თუ ვინმე ჩვენი ეპიზოდის გამო ავიდა იქ და ის არ დახვდა რასაც ელოდა, ჩვენ ვუხდით ბოდიშს.